ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალმა კამპანიამ სათავე ღია საზოგადოების ფონდის ყოფილი მკვლევარის სტატიიდან აიღო. ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს მიმართავს და არწმუნებს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გავიდეს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. ჩხიკვაძის სტატიას მოჰყვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარის ინტერვიუც, რომელმაც ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაც დაასახელა. შეიძლება ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. შეიძლება ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. ვანო ჩხიკვაძის საავტორო სტატია ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მესამე სექტორი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ღიად ითხოვს. იხსენებენ წარსულ გამოცდილებას და ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლის არაერთ მაგალითს. ჩხიკვაძის გზავნილებმა პარლამენტის თავმჯდომარე გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ერთ-ერთი ჩვენ ასაც ვითხოვდით იყო გამჭვირვალობა, რომ ზუსტად ვცოდნოდა ვანო ჩხიკვაძეს რამდენი ცენტი თუ ევროცენტი თუ დოლარცენტი ვისგან ერიცხება, რომ ვიცოდეთ ვისი ინტერესებია. ჩვენ ახლა პირდაპირ ვიდეო მტკიცებულებები გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს ხალატი, რას ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ხალხის წინააღმდეგ წასვლა, ამის სიმბოლოდ იქცნენ სამწუხაროდ ეს აქამდე მიიყვანა NGO სექტორმა საკუთარი თავი. უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხის არსებობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ პარტიას აკისრებს. ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ თითის გაშვერით ქართული ოცნება პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ მათი მოთხოვნა არა ხალხის, არამედ კონკრეტული თანამდებობის პირების დასჯაა. როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ გადააბრალოს NGO სექტორს, როგორც არ უნდა შეეცადოს გადააბრალოს ოპოზიციას, როგორც არ უნდა შეეცადოს გადააბრალოს მედიას, როგორც არ უნდა შეეცადოს გადააბრალოს deep states და ასე შემდეგ, მათ მავნებლურ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებზეა 100% წილი ამ შესაძლო მძიმე გადაწყვეტილებს. მიგვაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა დარჩეს აუცილებლად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს, ხოლო ამავდროულად გაგრძელდეს ქართული ხალხის მხარდაჭერა. მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს ვერაფერი შეუშლის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების მცდელობები ვიზა ლიბერალიზაციისა თუ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელი შეეშალათ უშედეგო იყო და მომავალშიც ასევე იქნება. მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიისთვის ქვეყნის მტრების ლუსტრაციის საუკეთესო მაგალითია. საზოგადოებამ შეაფასოს რეალურად ვინ არიან ჩვენი დროის გმირები მჭყალებში, ის ადამიანები, რომლებიც დედაქალაქ დადიან და მუხლებს ახევენ, რომ ვიზა შეჩერდეს, თუ ხელისუფლება, რომელიც პირიქით ყველაფერს აკეთებდა და მოავალშიც გააკეთებს, რომ ეს სარგებელი და სხვა სარგებელიც იყოს დაცული. გვახსოვს ვაშინგტონშიც კონკრეტულ ხდომაზე სამხედრო სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, იქაც ის ითხოვდა დასჯას, იქაც ეს ბატონი ვანო ითხოვდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ რაღაც აქტიურ არსებით ქმედებებზე გადასვლას. დღესაც ის ითხოვს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ ბოლო 13 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც ძალიან მყარად ვგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. და რაც აქვს ევროკავშირის გაცხადებული ოფიციალური თავისი პოზიცია, რომ 2030 წელს უნდა გაფართოვდნენ, ხო? საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის და თქმულ ვადებში საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის წევრობისთვის ყველაზე მომზადებული იქნება. აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.